გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგონო მაყურებლებო, მახვარული ვარ. შეგვთვით ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 1918 წლის 26 მაისს მოხდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნება და ჩვენი გადაცემის ფორმატი საქართველოს გუშინ დღეს ხვალ ვცდილობთ, რომ მაგ პერიოდიდან და უფრო ადრეულიც გავაშუქოთ. ეს მოვლენები, რისი თანამონაწილეც აგვაქვს, რისი ანალიზის უნარიც აგვაქვს და თქვენ წინაშე ასე თქვა წარდგეთ რა, უზენე საბჭოსი ჯგუფი, რომელიც ამ ძირითად პოსტულატებს და იდეებს იზიარებს, მე ამ შემთხვევაში განვასახიერებ მათ და მინდა ერთად შევუდგეთ ასე თქვა ამ ისტორიული წარსულის აღქმას და მის გადმოცემას. მოგეხსენებათ, რომ 18 წელს გამოცხადა დამოუკიდებლობის აქტი 26 მაისს. ამას წინ უძღოდა სხვადასხვა ფაქტორები, საბჭოთა იმპერიის დაშლა, რუსეთის ტაგება პირველ მსოფლიო ომში ფაქტიურად, მიუხედავად იმისა, რომ ანტანტის წევრი იყო, გერმანელებთან საკმაოდ მძიმე მარცხი იგემეს და თვითონ გერმანიის მაშინდელი სახელმწიფო იყო ერთ-ერთი გარანტი და ინსპირატორი, რომ ჩვენ გამოგვეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა, ერთი, რომელიც თავის მხრივ ეომებოდა ანტანტას, რომელშიც შედიოდა საფრანგეთი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატებიც და ცალკე რუსეთს კიდე ეომებოდა, როგორც ასეთი. და გერმანელების ზემოქმედებით რამე თუ ისინი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ომობდნენ, უნდათ მოკავშირეყოლოდათ ამ რეგიონში და ამიტომაც გარკვეულწილად ზემოქმედება მოახდენეს. ამის შედეგად განსაკუთრებით კიდე აღსანიშნავია ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, რომელმაც დიდწილად განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობა, შემოეტანა ახალი სულიერება, ახალი მიდგომა, განახლება სულიერი სამოქალაქო მათ შორის ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში და რაც შემდგომ დაგვირგვინდა, რაც გითხარით, დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტიც და მიიღეს კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი იმ დროისთვის კი არა დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ ესეთი ფასეულია და დიდ ღირებულებებს ასე თქვათ ეყრდნობა, როგორც ასეთი ქალების მონაწილეობა მაშინ, როდესაც ქალებს საერთოდ აკრძალული ჰქონდათ ევროპულ და დასავლურ ქვეყნებში ხმის უფლება და პოლიტიკაში და სოციალურ ინსტიტუტში თანამონაწილეობა, აქ 5 ქალბატონი იყო თვალსაჩინო, რომლებმაც დაამშვენეს მაშინდელი ასე თქვათ ეს უმაღლესი ასე თქვათ ინსტიტუტი, მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადება და რასაც შემდგომ უკვე მოყვა მთელი რიგი ისეთი ექსცესები, ხო? ამის შედეგად მოხდა ინტერვენცია გარკვეულწილად ჩვენი მოსახლეობის გასაგონად მინდა თქვა, რომ თვითონ ჩვენი მარცხი და ბოლშევიზმის შემოსვლა, შემოჭრა, ოკუპაცია იმანაც განაპირობა, რომ ჩვენ აღმოჩნდით დამარცხებული მხარეს, სახელმწიფოს მხარეს, გერმანია ამ შემთხვევაში, როგორც ასეთი. და დიდ ბრიტანეთთან ფაქტიურად კაპიტულიანტური ხელშეკრულება გააფორმებინეს და შესაბამისად შემდგომ უკვე ეს ჩვენ ურთიერთობაზეც აისახა, დაიკარგა მთელი რიგი რეგიონები ამ მარცხის შედეგად და მივიღეთ საკმაოდ შეკვეცილი და სუვერენიტეტ დარღვეული ასე თქვათ ქვეყანა რა. შეიძლება ითქვას, რომ ეს როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მოსპობა კი არ გვინდა, პირიქით პოლიტიკური ერთი სისტემა შეიცვალა, მეორეთი ხელისუფლება შეიცვალა, ერთი ბურჟუაზიული ხელისუფლება მუშურგლეხურით და პროლეტარიატის ხანა უნდა დადგეს და სოციალური კეთილდღეობა და კომუნიზმის მიჯნები და ასე შემდეგ, ხო? რომელიც რა თქმა უნდა
კატასტროფით დამთავრდა. სხვათა შორის იმ 26 მაისს ჩვენ რო ზეიმობთ, ის ბოლშევიკებიც ზეიმობდნენ. აი დღევანდელ ხელისუფლებასთან საკმაოდ ესეთი ანალოგიებია, ხო? ყველანი მიხვდებით რაზეა ლაპარაკი. 2-3 წლის განმავლობაში ისინი ზეიმობდნენ და სინამდვილეში სუვერენიტეტს ანგრევდნენ, ტერიტორიები ასე თქვა დაკარგეს, როგორც ასეთი შეიკვეცა ეს ყველაფერი და ხალხს ეგონა რომ ეს დროებითი იყო. 2-3 წელი მაქსიმუმ გაგრძელდებოდა, მერე წავიდოდნენ, რაც უკუ ეფექტი გამოიწვია საუბედუროდ, როგორც ასეთი ისეთი ბოლშევიკები 70 წელი მოვიდნენ ხელისუფლებაში იყვნენ, მოგეხსენებათ, წითელი იმპერია ძვინვარებდა მთელ სოფლიოში და დიდხანს გასტანა და დიდი დანაკარგები და დიდი მსხვერპლი გაიღო ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა. ამის შედეგად ახლა ბევრი შეიძლება ამაზე ლაპარაკი რა და სამწუხაროდ ეს უნდა ითქვას რომ ამიერკავკასიის ოკუპაციაც მოახდინა მთლიანად რუსულმა ბოლშევიზმმა ჯერ აზერბაიჯანი, სომხეთი და შემდგომ საქართველოც ასე ვთქვათ მიაყოლა ამას და ბაქო ბათუმის ასე ვთქვათ აი ამ მაგისტრალზე შეიძლება ითქვას რომ გაიცვალა საქართველოს სუვერენიტეტი რა. დასავლეთიდან შესაბამისი ხარდაჭერა ვერ მოხდა. ეკლესია ამბროსი ხელაიას და კირიონის მეთაურობით, თაოსნობით გმირულად შეეწერენ ამ მუხანათურ აქტს, ანტისახელმწიფოებრივ აქტს, განსაკუთრებით ახლა წერილიც აღსანიშნავია ისტორიული ამბროსი ხელაიასი, ერთა ლეგას რომ იწერა, რომლის თანახმადად თხოვდა ემუდარებოდა მათ დაეცვათ ეს ტერიტორია, ეს ხალხი მისი სუვერენიტეტი დამოუკიდებლობა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მოხდა და ძალიან ძიმეთ აგებინეს პასუხი, გაჟლიტეს სამღვდელოებითი ელიტა შეიძლება ითქვას, კირიონიც პირდაპირ იმაში მოკლეს კელიაში და იყო მთელი რიგი დაუნდობელი ესეთი ბრძოლა და შემდგომ 24 წლის აჯანყება იყო, რომელსაც უკუ პროცესი გამოიწვია და რომელიც ბოლშევიკებმა დააგვირგვინეს 37 წლის რეპრესიები და საბოლოოდ ბოლო მოუღეს ყოველგვარი თავისუფლების იდეის გამოვლენებას. ნუ ამის შემდეგ ახლა დიდი ისენი იყო შემდგომ მეორე მსოფლიო ომი და ასე შემდეგ. ამის შედეგად მოვიდა დადგა ესეთი ხანა პერესტროიკის ეგრეთ წოდებული, როდესაც გორბაჩოვი და საბჭოთა იმპერიის ასე თქვა ხელმძღვანელად მან მოინდომა რაღაც გარკვეული კორექტივები შეტანა ამ ხელა იმპერიაში, კორექტივები შემდგომ უკვე არ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, გადმოვიდა ჯებირებიდან წყალი შეიძლება ითქვას და წალეკა ყველაფერი და დაინგრა საბჭოთა იმპერია, რომელიც სტალინმა ააშენა ამდენი ხნის განმავლობაში და საქართველოს ისე როგორც ბალტიისპირეთმა დიდი როლი ითამაშა საბჭოთა დემონტაჟის, ასე ვთქვათ, გრევაში, მის სახეცვლილებაში, რევოლუციური იდეა იყო შეიძლება ითქვას და აი ამ იდეამ არა მარტო ჩვენ გაგვანთავისუფლა როგორც ასეთი დიდი სისხლის ფასად რა თქმა უნდა, არამედ ვარშავის ბლოკი დაიშალა, შემდგომ უკვე საბჭოთა რესპუბლიკები დაიშალა და ჩვენ 1990 წლის 11 მარტის საფუძველზე, რეფერენდუმის საფუძველზე, სხვათა შორის 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დაემთხვა, როგორც ასეთი კი არ დაამთხვია თვითონ, დაემთხვა ესეთნაირად გამოვიდა, სადაც იყო კონკრეტული მოცემულობა, რეფერენდუმი, გსურთ თუ არა 1918 წლის 26 მაისის საფუძველზე აღდგენა საქართველოს დამოუკიდებლობის და აბსოლუტურად ყველამ უმრავლესობა 90%-ზე მეტმა დადებითი პასუხი გაცა, 97 იყო თუ არა. უმაგალითო მხარდაჭერა, როგორც ასეთი ამ აქტს და რომლის საფუძველზეც განთავისუფლდით ჩვენ, ყოველ შემთხვევაში იურიდიულად და სამართლებრივი აქტი იყო უმაღლესი ერის გამოხატულების სამწუხაროდ მერე რაც მოხდა გასაგებია, მაგრამ ამას წინ უძღოდა განსაკუთრებით დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
საგანგებოდ აღნიშნეს ღირსია ეს ადამიანი და მინდა დაუთმო მის გმირულ მოღვაწეობას დიდი დრო ამოსვლაში და პირდაპირ ვეტყვი ხო აი დღევანდელი დღე ხო არის საქართველოს იმდენად აქვს მომავალი სახელმწიფოებრივს გეუბნებით რამდენადაც მერაბ კოსტავას გმირულ თავგადასავალს მის ღვაწლს მის ნაბიჯებს მის სოფხედულობას მის იდეალს ნუ ახლა დანარჩენი კიდე პოეტიც იყო ეს ადამიანი მოაზროვნეც დისიდენტიც და აი კეთილშობილების ნიმუში იყო შეიძლება ითქვას აი იმდენად აქვს მომავალი რამდენადაც მერაბ კოსტავას მიუახლოვდება მის შინაგან სამყაროს მის გმირულ სამყაროს მის ჰეროიკულ მომენტებს და რამოდენიმე ჩამოგითვლით რა და თვითონ ვინც მისმეს ან ესეც მაგრამ ვინც პირველად მოისმენს მინდა რამოდენიმე ესეთი შტრიხები მაგალითი თქვა ამ ადამიანის გმირული რო გამოვიდა ეს ციხიდან შეიძლება ითქვას რომ მეც ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი ჩემ თვალწინ იყო ეს ყველაფერი და დიდი მხარდაჭერით ეს მოძრაობა იმ პერიოდში მანამდე ვერ გამოეჩეოდა იმიტომ რომ ფეხს იკრებდა როგორც ასეთი და ცდილობდა ბავშვი რო სწავლობს სიარულს დაახლოებით ესე იყო და როგორც კი გამოვიდა ეს ადამიანი ციხიდან ხო რაღაც ფანტასტიკური გარდასახვევი და ფერისვალებები მოახდინა საზოგადოებაში რა რაღაც არნახული ცუნამივით შემოვიდა როგორც ასეთი იმიტომ რომ იყო უკეთელშობილი ადამიანი უშიში ვითაცა უხორცო კონსტანტინე გამსახურდია რო წერს თავის გიორგი მეფეს აი ამ დაგვარი მადლის მატარებელი რომელმაც შეძლო შეუძლებელი და ახლა მასობრივია ხო ეს ყველაფერი პოლიტიკა მოგეხსენებათ და ცდილობდა სხვადასხვა მასაში იმაში შესულიყო და დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა ხალხისთვის გაეგებინებინა რა როგორც ასეთი და უმთავრესი რაც იყო ხალხს უნდა გადაელახა შიში დღესაც ანალოგიური პრობლემის წინაშე ვართ ხო შიში იმისა რომ გვამზე მიწებებული რო არ იყო საკუთარ გვამზე და შიში რო არ გმართავდეს და თავისუფალი რო იყო და განთავისუფლებული იყო და მაღალ იდეას და მოყვას და სილამაზე და შინაგან ჰარმონიას რო ეკუთვნოდეს ეს არის ადამიანის დანიშნულება ხო და თვითონ ამ ადამიანსაც პოლიტიკა ესე ესმოდა რა შინაგანი ადამიანის შექმნა მისი ტრანსფორმაცია მისი ფერისვალება და შემდგომ უკვე პოლიტიკაზე მისი შემოყვანა რა ნუ დაუჯერებელი კაცი იყო შეიძლება ითქვას რომელიც არც ერთ სტანდარტებში არ იჯდა ის არ იყო პოლიტიკოსი მაგრამ პარადოქსალურია რომ ყველაზე დიდ პოლიტიკას ქმნიდა ხო ეს რაღაც პარადოქსული მომენტია და რომელსაც შეეძლო მტერი მოყვარეთ ექცია და მისი შვილები და მისი მოდგმა თავის ხარეზე გადმოეყვანა და ამით რაღაც უზენაესი ასე თქვათ იდეის სამსახურში ჩაეყენებინა. ყველა არა, მაგრამ ძალიან დიდი პროცენტი ადამიანებისა მასაზე დიდი ზემოქმედება ჰქონდა კეთილშობილური თვალსაზრისით და 9 აპრილის მისი სიტყვები დაუვიწყარი რომ ეს წამი არის უდიდებულესი რომელიც საერთოდ საქართველოს ისტორიაში და როდესაც კოსმიური სამყარო და აქაური სამყარო დედამიწა რო ერთიანდება და ერთ-ერთი უდიდებულესი რო არის და გოეთეს სიტყვები შეჩერდი წამო მშვენიერი ხარ აი ეს გააკეთა აი ამ ხელა დრამატულ დროში და ხალხს აზიარა უდიადესი იდეები ეს ახლა ეს ერთეულთა შორის შეულებს შეუძლიათ ხოლო და მხოლოდ ამეთანხმებით და ამ კაცმა შეძლო. მისი ცნობილი გამონათქვამია ლექსი ძალიან კარგი პოეტი იყო სხვათა შორის რა მე შემოქმედებას კიდე კარგად არიცნობენ და კარგი იქნება თუ გაეცნობიან და არა მარტო როგორც საზოგადო მოღვაწეს, არამედ როგორც პოეტსაც. და სერიოზული წიგნების მათ შორის ღრმა თეოსოფიური, ფილოსოფიური წყაროების ავტორი. ესეთი საქმას რა სენტენციასავით. წილხვად სიკვდილს უმზე რავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო, ჩემი სამშობლო ზეცაა მხოლოდ შემდგომ ეს მიწა და საქართველო. ანუ ახლა ერთ კუპლეტში რო ადამიანმა ამხელა
შემოქმედებით ის გადმოხატოს და სამყაროში კოსმოსში რა ხდება, კოსმოსში როგორც შემოქმედის პროდუქცია, შემდგომ უკვე დედამიწა შემოქმედის მიერ შექმნილი, შემდგომ უკვე საქართველოს რეგიონი და თვითონ ეს ადამიანი და ეს ყველაფერი რო გაერთიანებულია და ამაში რო ადამიანი თანამონაწილეობას ღებულობს. ეს ახლა დამეთანხმებით რა შეურთა შორის შეულების ხვედრია კიდე ერთხელ ვიმეორებ და ავიც ახლა სასწაული რაღაცები აქ ამკაც ჩადენილი, თუნდაც აი აფხაზეთის პრობლემა ხო უბედურებაა ეს, რომ აი დღეს მაგალითად მე-19 ადგილზე არის ტერიტორიული მთლიანობის, ასე ვთქვათ, აღდგენის თემა და მისი ხსენება და როგორც პრობლემა ამის განხილვა. რაც არის ტრაგედია, ჩვენ ეს არ გვეპატიება, ამაზე პასუხი მოგვეთხოვება ყველას, ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, რომელიც დიდად არ განსხვავდება ამ ხელისუფლებისაგან. და კიდე სამოქალაქო საზოგადოებას და ასე შემდეგ და რელიგიურ ინსტიტუტებსაც თუნდაც, როგორც ასეთი. ყველა პასუხისგებელია აი ამ ყველაფერზე და ამის სწორი მოქმედებებია საჭირო ამ თვალსაზრისით და ეს უზენაეს საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩადებულია აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის თანახმადაც აფხაზეთი ლეგიტიმურად და იურიდიულად რეფერენდუმის საფუძველზე იმყოფება საქართველოს, ასე ვთქვათ, შემადგენლობაში. ეს არის უდიდესი დოკუმენტი, უდიდესი მონაპოვარი და რომელიც ყოველდღე უნდა ვატრიალოთ ჩვენ და ამის მაგივრად დღეს შევხედე ალღუმს ეგრეთ წოდებულ სამხედროს და ოკუპაციაზე ერთხელაც არ იყო ნალაპარაკები და რა გზა და რა მეთოდი თუნდაც მინიშნებით საუბედუროდ ამაზეც არ იყო ლაპარაკი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მე-19 ადგილიდან პირველ ხარისხოვან პრობლემად გადავაქციოთ ცხინვალის და აფხაზეთის დაბრუნება და მისი პერსპექტივის კომბინაციები, როგორც ასეთი. ვისაც ეს არ შეუძლია, უნდა დატოვოს ეს ასპარეზი პოლიტიკური. და იქ მე მახსოვს პირველი რო ჩამოვიდა მერაბ კოსტავა გადასახლებიდან და ჯერ ციხეში იყო 8-9 წელიწადი გადაბმულად პერმში იჯდა კიდე გადმოიყვანეს ბოლოს სიდაში იჯდა შემდგომ ჩამოვიდა აქ და პირველი შვილის სასაფლაოზე მივიდა ირაკლი რა ტრაგიკულად დაიღუპა ძალიან ესეც საეჭვო ვითარებაში და პირველად თავის შვილის სასაფლაო ნახა და მეორე დღესვე წავიდა სოხუმში, მეორე დღესვე, იმიტომ რომ ამ კაცს თავიდან ჰქონდა გაცნობიერება, რა დრო იყო, ჯერ არაფერი არ იყო, არაფერი არ შეიალებდა, ასე ვთქვათ. მოვიდა და ესეთი იქ ჩავიდა და აფხაზებთან მისი ურთიერთობა და ფართო ავტონომიაზე მისი ლაპარაკი და მისი შეხედულებები და რაღაც ესეთი კავშირი. კიდე მე მახსოვს კიდე აი თუნდაც ამით სამუდამოდ შევა ეს კაცი ისტორიაში ამ ერთ მაგალითს ვეტყვი. სამუდამოდ ვამბობ. როდესაც ქართველები ეთნიკური ნიშნით რუსების ინსპირაციით დახოცეს სოხუმში 18 ქართველი დახოცეს სადისტურად შეიძლება ითქვას დახვრიტეს რა ახლა ეს წარმოუდგენელი რაღაცა იყო ასე თქვა მთელი საქართველოს ყალყზე დადგა განსაკუთრებით ახლა ის მიმდებარე რეგიონები სამეგრელოს რეგიონში იყო კატასტროფული მდგომარეობა და ახლა იქ უკვე ვენდეტას და რევანშის და აფხაზეთში უკვე განადგურების ეთნიკური ესენი გაისმა ძალიან საშიში რა უაღრესად და კატასტროფული იმის წინაშე ვიყავით შეიძლება ითქვა საშიშროების რა ესენი აფხაზები ჩვენი მოძმე ეთნოსია ესენი გონება არეული ხალხია მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გარკვეულწილად ესენი თავიანთ ისტორიულ გენეტიკურ წიაღში დავაბრუნოთ რა ეს კიდე ცალკე თემაა და მაშინ მერაბ კოსტავა იმ პირობებში 200,000-მდე შეიარაღებული გახდეთ მე ძირითადად ზუგდიდში იყო ეს თავშეყრის წერტილები და საომარი ვითარება რაღაც ესეთნაირად კატასტროფული სახე მიიღო და მერაბ კოსტავა ჩავიდა იქ მეც იქ ვიყავი ჩემთვის დიდი პატივი ამ ადამიანთან ყოფნა ყოველთვის კარგი ლამაზი ესეთი ურთიერთობები ქონდა ხშირი მისი კარი ყველასთვის ღია იყო გახსნილი ჩემთანაც სტუმრობდა ხოლმე ჩემთვის დიდი პატივია ამაზე ლაპარაკი საერთოდ ახლა ზუგდიდში ჩავიდა და
200,000 წყალდებით, თოფებით, სანადირო თოფები, ზოგმა ავტომატის და ეს იქნებოდა რაღაც ვენდეტა და დაახლოებით პატარა მასშტაბებში აი პაკისტანი და ინდოეთი რელიგიური ნიშნით რომ დაეტაკა ერთმანეთს და 9 მილიონი ამოწყვიტეს ერთმანეთი. ახლა კიდე კაი ჩააცხრეს ეს ამერიკელებმა, თორე ეს რაღაც ესეთ ბირთვულ ომში გადაიზრდებოდა. აი დაახლოებით იგივე სურათი გველოდებოდა ჩვენ და ამის შედეგად ყველაფერი დასრულდებოდა როგორც ასეთი რა. ჩვენ სამუდამოდ დაიკარგებოდა ეს ამ ადამიანმა თავისი გმირული, ჰეროიკული ქმედებებით შეაჩერა ეს შეიარაღებული, გავეშებული, დაგეშილი ხალხი. ზუგდიდში ხალეძგის ხიდთან გადაუდგა და დაარწმუნა იმაში, რომ ეს ექნებოდა საბედისწერო ნაბიჯი საერთოდ საქართველოს ისტორიაში და სამუდამოდ ჩატეხავდა მისასვლელად ერთმანეთს აფხაზი და ქართველების ერთმანეთთან მისასვლელი ყველანაირი ხიდი ასე თქვა ჩატყდებოდა. აი ესეთი გმირული და მეორე შეიძლება ამაზე ილაპარაკოს, იმიტომ რომ დაუსრულებლად შეიძლება, იმიტომ რომ დიადი ადამიანი იყო, რომელმაც ყველა გაფრთხილება, რაც კი მოგცა ყველა რა, ყველაფერი ასრულდა სამწუხაროდ და მისი ერთ-ერთი ის არის ჩვენ დამოუკიდებლობას აუცილებლად მოიპოვეთ, მაგრამ თავისუფლება თუ დავკარგეთ მაშინ იმ დამოუკიდებლობასაც დავკარგათ. აი ძალიან ახლოს ვდგევართ ჩვენ აი ამ იმასთან ყოველ შემთხვევაში. ძალიან პრობლემატური საკითხია ესა. შეხედეთ დღევანდელ ვითარებას რა, იგივე ხელისუფლების ოპოზიციის ეს მდგომარეობა, დაპატიმრებული სინდესის ტყვეების, პოლიტპატიმრების, ზეამაღლობელის დაპატიმრება და კი გაუტანელი ურთიერთგამომრიცხავი, ასე თქვა, დაპირისპირებები ერთმანეთთან, სიზულველის ენის ხელოვნური ასე თქვა გაღვივება, მოუმწიფებელი იურიდიული, სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური ფაქტორების არარსებობა შეიძლება ითქვას, რაც ტრაგედიამდე მიგვიყვანს და ეს რო გამოვრიცხოს ყურადღება უნდა მივაყროთ ამ დიდ ადამიანს, რომელმაც უზარმაზარი რაღაც დადო და მემკვიდრეობით უნდა იყოს ის იდეები, რომელს შესახებ ჩვენ ვილაპარაკეთ და ახალგაზრდობამ უნდა ვიცოდეს, რაზე დგას საერთოდ საქართველოს დამოუკიდებლობა, ვინ იყო მისი თავისუფლების განსაზღვრელი უმაღლესი ასე თქვა პიროვნებები და ამ პიროვნებების მიერ შექმნილი სამყარო არის იმის ერთ-ერთი გარანტი, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც ჩვენ აღმოჩნდით და საიდანაც უკვე საკმაოდ რთულია გამოსვლა. მარტო მერაბ კოსტავათი ლაპარაკი მისი სურათებით დაკიდვა და რაღაც ამდაგვარი რაღაც დამოკიდებულებები, ხო? რაღაც არაფრის მომტანი არ არის, თუ რეალურად მისი ცხოვრების წესი არ აღვასრულეთ, როგორც ასეთი თვალი არ გაუსწორეთ და რაღაც ესეთი მისი სიმართლე არ დავამკვიდრეთ რა. აი ეს პრობლემები დგას ჩვენ სენაში, როგორც ასეთი და აი ეს კიდევ მეორე ყურადღება უნდა მივაპყროთ ამ იმას, აი ამ ადამიანების ჰეროიკულ მოქმედებას და უმთავრესად კიდე რაც არის 9 აპრილი არის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი და დამოუკიდებლობა ჩვენ ზეიმობთ დღეს 26 ასე ვთქვათ, აი დღევანდელ მაისს, 26 მაისს რა. აქ უნდა იყოს განსაზღვრული უნდა იყოს თვითონ 9 აპრილში რა არის ჩადებული, ეს არის აფხაზეთის საკითხის მოგვარება იურიდიულად ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების სანამ დავკარგავდეთ იმ ფარგლებში, იმ ტერიტორიულ ფარგლებში თელი სამყაროს ცივილიზებული სამყაროს აღიარება, რომ ეს ჩვენი კუთვნილება, ან იურიდიული ხარეს ჩვენია ეს უპირატესობა, საჭირო არის სინქრონული მოქმედებები, საჭირო არის ესეთი ნაკლებად ესეთი ცნობილებების დაშვება და რაც თავარია ეროვნული თანხმობა. ეროვნული თანხმობა არის, როდესაც სულიერების, იურიდიული ფაქტობის, იდეალების თავშეყრა მოხდება და მთელი ერი და ბერი, ასე ვთქვათ, რაღაც ერთ ადგილზე ერთი პირი ექნებათ, ერთი საზომი ექნებათ და აი ამ თანხმობის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ საკმაოდ ესეთი მძიმე პრობლემები.
ამიტომ კიდევ ვიმეორებ რა ეს პლებისციტიც უნდა ჩატარდეს რომელი უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილი თუ 26 მაისი 26 მაისი უნდა იყოს პირველი ქართული რესპუბლიკის დაფუძნების ასე თქვა თარიღი რომლის საფუძველზეც მოხდა შემდგომ უკვე დამოუკიდებლობის აღდგენა 9 აპრილის იურიდიული ასე თქვა აქტით და ჩვენი აზრით ეს უნდა გამოცხადდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამაზე თანხმობა და ურთიერთკავშირი ერთმანეთის მოსმენა და არგუმენტების მოტანა არის საკმარისი ამისთვის რა მე იმას გამოვთქვამ რომ 26 მაისი შემდგომ 27 და ასე შემდეგ ცივილიზირებულად ჩაევლის აქ ელემენტარულად მოხდება ამ პოლიტპატივნების განთავისუფლება იმედი მინდა გამოვთქვა და შემხვედრი ნაბიჯები იქნება ასე თქვათ გადადგმული ეროვნული თანხმობის ასე თქვათ მისაღწევად დღეს მე თავში ვიკავებდი არ მინდა ხალხი დავზაფრო და რაღაც ძიმე ფონი შექმნა კიდე დიდი დღე არის, დიდი დღესასწაულია, ოღონდ კიდევ ვიმეორო, ჩვენ ამის ადეკვატურად უნდა ვიქცეოდეთ და უნდა გაერთიანდეს ეს ქვეყანა რა, როგორც ასეთი, ერთი იდეალის ქვეშ. მერაბ კოსტავა ამის მაგალითი იყო, ის შეწირული ბიჭები ამის მაგალითი არიან, ზუსტად გამსახურდე ამის მაგალითია და ეს ახლანდელ თაობას უნდა გავაგებინოთ და რისი მემკვიდრეები არიან ეს ახალი თაობა, მათ ზუსტად და კარგად უნდა იცოდნენ, რატომ არის აფხაზეთი საქართველო, რატომ არის ცხინვალი საქართველო, რატომ არის ეს ტერიტორიული ოკუპირებული, რა მეთოდებით შეიძლება ამის განთავისუფლება, როგორც ასეთი, ჩვენ პარტნიორებთან ერთად და სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკას ესეთი რაღაც დამანგრეველი რაღაცები ერთხელ და სამუდამოდ მძიმე ისტორიას უნდა ჩაბარდეს. იმედი გვაქვს, რომ ვისაც ეს ეხება ისინი შესაბამით დასკვნას გააკეთებენ, თუ არა და თავისას იწვევენ, მე არ მინდა, მე ყველასთვის სიკეთე მინდა, რა თქმა უნდა, ოღონდ ადამიანი მართალი უნდა იყოს და მართალ გზაზე უნდა იყოს დამდგარი როგორც ასეთი. ამის მაგალითი იყო მერაბ კოსტავა, რომელიც თავის პრეს მიუხედავად იმისა, ოჯახი დაუნგრიეს, შვილი მოუკლეს, რამის 18 წელი გადასახლებაში იყო, იმაში ამის მიუხედავად არ გაბუროტებულა და მტერსაც ისე უყურებდა, როგორც მოყვას. ეს არა ადამიანური ცნობიერების ადამიანი იყო და საბედნიეროდ ესენი არიან საქართველოს ისტორიაში და მამა გაბრიელი, მერაბ კოსტავა და ეს ადამიანები არის ის ადამიანები რომლებიც კომპასად უნდა იქცენ ჩვენ ცხოვრებაში და უნდა გაგვიყვანონ იმ უღრანი ტყედან დანტე ალიგიერესად იყო სადაც ჩვენ აღმოჩნდით. თუ სწორედ მოიქცევით გავალთ უღრანი ტყედან, თუ არა და ჩვენი მდგომარეობა სავალალო იქნება და მერაბ კოსტავას წინასწარმეტყველება ახდება. მე მინდა რომ მისი გზით გავიაროთ და გამარჯვება ახლოს იქნება. მადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.